დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე კიდე. დღეს არის ხსენება წმინდა იონა წინასწარმეტყველის. იონა წინასწარმეტყველი მიუხედავად რომ ბიბლიაში მისი ამბავი სულ ერთი ფუძელია. ეს არის წიგნი, ეს არის ამბავი, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა საერთოდ კაცობრიობის ისტორიაზე. იონას ამბავი. და იესო ქრისტე ამბობს, რომ ვითარცა იონა იყო ვეშაპის მუცელში, ანუ ჯოჯოხეთში, ნამდვილ ჯოჯოხეთში იყო 3 დღე და 3 ღამე ესევე ძეკაცის, ანუ იესო ქრისტე იგი ამბობს ვიქნები დედამიწის გულში. ესეთ სიტყვებს ამბობს. იონა კი ნამდვილ ჯოჯოხეთში იყო, ნამდვილში ხავ მოგახსენებთ რატომ, რა არის ეს ჯოჯოხეთი რაში მდგომარეობდა და ამის შემდეგ იონა ვეშაპმა, ანუ ჯოჯოხეთმა ამოაგდო პირიდან და ამოაგდო დედამიწაზე. რის გამოც იონა არის აღდგომის სიმბოლო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტაძარში, სადაც არის მე-10 საუკუნის ბარელიეფი. მე-10 საუკუნეში შესრულებული ბარელიეფი, როგორ ყლაპავს იონა ვეშაპს და როგორ ამოაგდებს პირიდან. ოღონდ ცოტათი უცნაურია ის, რომ ჯერ ამოგდება ბარელიეფზე მარცხენა მხარეს ვეშაპის უცლიდა და შემდეგ არის შთანთქვა. რატო? აი რა არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. საქმე ის არის, რომ იონა როდესაც ვეშაპმა გადაყლაპა, მე რა თქმა უნდა დაწყვილებით არ მოვყვები ახლა ამ ისტორიას, მაგრამ აი სიმბოლო მინდა გითხრა. როდესაც იონა ვეშაპმა გადაყლაპა, ვეშაპმა დაიწყო ჩაძირვა ზღვაში, ზღვის ფსკერზე, სადაც უფსკრულში ჩავიდა, ზღვის უფსკრულში. და იონა ამას გრძნობდა, რა თქმა უნდა, ვეშაპის მუცელში, იგი ცოცხალი იყო და გრძნობდა. და წარმოიდგინეთ ერთი წუთით იონას ადგილზე თავი. ჯერ თვითონ ვეშაპის მუცელში რა ხდებოდა? საშინელი სიცხე, ეს კუჩში მოხდა, სადაც საჭმელი უნდა საჭმელს ინელებს ვეშაპი, აი ამ საშინელ სიცხეში და კიდევ. აი რაღაცა სასწაული რომ მოხდარიყო და იონას ან რაიმე ბასრი ინსტრუმენტი ქონოდა, რაღაც აი რომ გაეფატრა ეს ვეშაპი, ანუ გამსკდარიყო ეს ვეშაპი, ანუ ამოვარდნილიყო იქ იონა ვეშაპის პირიდან. ვერ გადარჩებოდა მაინც ცოცხალი, იმიტომ რომ ზღვის ფსკერზე იყო, სადაც დიდი წნევაა ძალიან ფიზიკურად. და აუცილებლად იგი სანამ ამოყვითავდა ზემოთ, მანამდე გარდაიცვლებოდა. და აი ვეშაპმა 3 დღე გაიჩერა მუცელში და მესამე დღეს ამოაგდო პირიდან. ამიტომ არის იონას პირიდან ამოგდება აღდგომის სიმბოლო და დღეს არის კვირა აღდგომის დღესასწაულია და სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ვიდღესასწაულეთ, ეს არის ჯვართამაღლების წინადღე, ვიდღესასწაულეთ აღდგომის ტაძრის კუთხეა. აღდგომის ტაძრის, რომელიც იესო ქრისტეს საფლავზე იყო დაშენებული. ეს ტაძარი აშენდა, მაგრამ დიდხანს შემდეგ დედოფალმა ელენემ 326 წელს აღმოაჩინა ეს ჯვარი, აღმოაჩინა მაცხოვრი ჯვარი და შემდეგ დიდი ხანი გავიდა, გაიწელა ტაძრის შენება და მხოლოდ 335 წელს ეკურთხა ეს აღდგომის ტაძარი, ოღონდ ამ ტაძარს ეწოდა აღდგომა სიტყვისა. ანუ ქრისტეს აღდგომა, რა თქმა უნდა, სიტყვის აღდგომა. და საეკლესიო ტრადიცია არის ესეთი დღეს, რომ ამ დღესასწაულს ეწოდება შემოდგომის აღდგომის დღესასწაული. ანუ ეს არის ჯვართამაღლების წინადღე. შემოდგომის აღდგომა ესე ეწოდება. და მე მინდა მოგახსენოთ, რომ დღეიდან ჩვენს ეპარქიაში იმის გამო, რომ ეს არ ვიცით ზუსტად, მაგრამ ეს ტაძარი, როდესაც დამთავრდება რესტავრაცია, ეკურთხება იონა წინასწარმეტყველის სახელზე და შესაბამისად ეს იქნება აღდგომის ტაძარი. და ჩვენს ეპარქიაში შემოდგომის აღდგომა იქნება იონა წინასწარმეტყველის ხსენების დღეს. ასე რომ დღეს არის აღდგომა, საერთოდ ადრე იყო ესეთი ტრადიცია, რომ აღდგომას ქრისტეს აღდგომის მისალმებით ესალმებოდნენ ქრისტიანები ერთმანეთს და დღეს კი ჩვენ განსაკუთრებული მიზეზი გვაქვს. დღეს ჩვენ დღესასწაულობთ აღდგომის დღესასწაულს. იმიტომ რომ კვირაა, იმიტომ რომ იონა წინასწარმეტყველის ხსენება, იგი კი ძველ აღთქმაში აღდგომის სიმბოლოა
და მეც ასე მოგესალმებით ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა